მართლა გაგახართ განაცხადი სულიერი წინსვლა და გზახსნელი ქონოდა. ჩვენ ცხოვრობთ ის ვთქვათ ასეთ თავისებურ პერიოდში, თავისებურ მძიმე დროში, მაგრამ მძიმე ისევ და ისევ ცოდვებით ჩვენი ცოდვებით დამძიმებულში, მაგრამ რა თქმა უნდა არის ეს ობიექტური სიმძიმე და არის სუბიექტური სიმძიმე, არის გარეგანი ბრძოლა და არის შინაგანი ბრძოლა. არის ხილული ბრძოლა და არის უხილავი ბრძოლა, ხო? ამიტომ ეს ყველაფერი ქმედებაშია, როგორც გარეგანი ხილული ბრძოლებია ჩვენ ცხოვრებაში ამ პოსტსაბჭოთა სივრცის ხალხში, ხო, ვიცვა. ასევე უხილავი ძალებიც ასევე მოქმედებაში არიან. სულ განსაკუთრებით დღეს, განსაკუთრებით იმ ადამიანების წინააღმდეგ არის ეს, ვინც არის მლოცველი, ღაღადებელი, მვედრებელნი, მაზიარებელნი, მადლის მიღებას ხო ბრძოლა ახლავს. ამიტომ რომ მეკითხებიან და მეუბნებიან, მიჭირს ხან პრობლემები წარმოიშობა, როცა მოვდივარ ეკლესიაში, ხან როცა უნდა ვეზიარო, მაშინ მაინდა-მაინც რაღაცა დაბრკოლება აღმოცენდება. როდესაც უნდა მოვიდე და როდესაც უნდა შინაგანად გავკისდე, მაშინ ათასნაირი დისკომფორტი წარმოიშობა, როგორც მენტალური, ისე ემოციონალური, ასევე სხეულებრივი შეიძლება მატერიალური ხილული, რაც ვლინდება, ასე ვთქვათ, ხილული ვლინდება, უხილავი ვლინდება ხილულში. ეს ყველაფერი დემონური ძალებისაგანაც არის, რა თქმა უნდა, და ამ აღძვრას, ამ უხილავი ბრძოლის აღძვრას ყოველთვის უკან დგას თავისებური ძალები, ხა დიდი თემა აღარ ჩამოვთვლი ამ ძალებს და ამ ძალების თვისებებს და რა დისკომფორტს და რა ბრძოლას, რომელი ძალა, რომელი შავმელი, ეს ვთქვათ, ნეგატივი აკონტროლებს. და ასე ვთქვათ, ეს უზარმაზარი თემა, ამიტომ რო არ გავხსნით საზღვრებს და ლექცია არ გადაიქცეს. ამიტომ მინდა რომ ზოგადად გაფრთხილებული შეიარაღებულიაო, ზოგადად გაფრთხილებული ვიყოთ მაინც. იმიტომ რომ არავის არ ეგონოს, რომ ეს არის რაღაც თქვათ ალეგორიები ან რაღაც სიმბოლური გამონაკვეთები. ეს ყველაფერი აგერ აქვე რეალობაში და ქმედებაში არის. ამას ჩვენ ყველა სუბიექტურად, ინდივიდუალურად ჩვენ მონადურ დონეზე ვგრძნობთ ამას. ადამიანი განსაკუთრებული არსებაა. მას ევალება მართებს, იცოდეს სახარება, იცოდეს წმინდა წერილი, იცოდეს წმინდა გარდამოცემა. არ შეიძლება ადამიანი სულიერად ცოცხალი დარჩეს და არ იცოდეს ეს. თუ შენ ეს არ იცი სახარებისეული ჭეშმარიტებები, თუ შენ არ იცი წმინდა წერილი, თუ შენ არ იცი წმინდა გარდამოცემა, არ შეიძლება რომ შენ სულიერად ცოცხალ მდგომარეობაში დარჩე. ამას სიმბოლურად არ ვიძახ. ანუ შენ სიცოცხლის ცენტრს, შენ სიცოცხლის ფესვს მაშინ მოწყვეტილი ხარ და ცენტრიდან ძალებს ისკენ მედიხარ და არა შენი საკუთარი თავის ცენტრისკენ, უფლისკენ, შენში უკტავი ნაპერწკლისკენ მიდიხარ. როცა შენ ეს არ იცი, შენ უკვე სულიერად სიკვდილის ძალებს, ქაოსის და ბნელეთის ძალებს ექვემდებარები, რომლებიც რჯულის ჩარჩოებში არ არიან და ქაოსისაგან და ენტროპიისაგან მოდიან. ამიტომ არ შეიძლება რომ ეს იცოდე ამავე დროს და ეს არ გააკეთო. ესეც არ შეიძლება, რომ იცოდე წმინდა წერილი, იცოდე სახარება, იცოდე ქრისტეს მცნები და ეს არ შეასრულო. ესეც ძალიან მძიმე შემთხვევაა. მაგრამ იმას მაინც ჯობია რომ არ იცი საერთოდ. მაგრამ ისიც თავისი სიმძიმე აქვს, როცა იცი და არ აკეთებ. ან ვერ აკეთებ. ეს თვითონ და ვარიაციები ბევრია. მაგრამ ყველაზე კარგი არის ის, რომ იცი და ცდილობ და ვცდილობ უკვე სათნოება, რომ შეასრულო და აღასრულო ეს შეძლების დაგვარა და ცოტა მეტადაც. და საქმე იმაშია, როცა ეს ყველაფერი იცი, სახარება იცი, უცხოში ვცდილობ რომ მეტად შეემეცო, მაგრამ თუ არ იცვლები უკეთესისკენ, აი ძალიან ცუდი. ნიშნავს, რომ შენ თუ იცი, აუცილებლად ამ ცოდნამ შენში უნდა ნაყოფი გამოიღოს და ეს ცოდნა შენში ძალად იქცეს, ანუ ცოცხლად იქცეს, გაცოცხლდეს ეს ცოდნა შენში, რომ შენ ეს გაცოცხლებული ცოდნა სახარებისა შენში მეტნაკლებად და ძალიან ძლიერადაც უნდა იცოდე, რომ შენ ეს შეგიძლია. ყოველთვის უფრო მეტი შეგიძლია ვიდრე გონია. ეს ცოდნა შენ შეგცვლის და შეგცვლის უკეთესისკენ და უფრო კარგი და უკეთესი გახდები. ამ უკეთესობაში და კარგობაში ის თვითონ ინდივიდუალურად ადამიანი მიხვდება რა და როგორ იგულისხმება ის განგებულება მასში. ისნების არამნებო სიკვდილი სოდვილისა არამედ მოქცევა და ცხოვრება მისი, ანუ სიცოცხლე მისი და არა სიკვდილის პროცესებისადმი დაქვემდებარება, არამედ სიცოცხლისადმი მარადიული ცხოვრების მომცემელი სულიწმინდის მიერ მისთვის მიცემული მადლით მისი მუდმივი გამოცოცხლება, განახლება და ახალი ძალების მიცემა და
გამოცოცხლება და განღრმავება ნებავს უფალს ჩვენ. შეგვიძლია ეს ისმის კითხვა, რა თქმა უნდა, ისეც არაფერს არ დაგავალებდა უფალი, რომელმან ყოველივე იცის, ყოველივე უცხის, რაც არ შეგიძლია. ესეთ რამეს არ დაგავალებდა, აუცილებლად მოგცა ესეთი რამ და მიგიწვის შენ ანგელოზი იმისაკენ, რომ რაც შეგიძლია და უფრო მეტის, ვიდრე გონია, რომ შეგიძლია აღასრულო. ამიტომ ჩვენ ამ ეკლესიურ რიტმში ჩვენი ცხოვრებისა უნდა ჩვენი არსებობის ერთადერთი კი არა, ერთადერთი მაცოცხლებელი ფორმა უნდა იყოს ღმერთთან ქრისტესთან ყოფნის ფორმა, მასთან ყოფნის ფორმა, მისი სისხლისა და ხორცის ზიარების რიტმი და ჩვენი ცხოვრება არა მარტო მისტიკურია, არა მარტო ემოციონალურია, არა მარტო ხილულია, არამედ მას რიტუალური საიდუმლოებრივი დატვირთვა აცოცხლებს მას. მართლმადიდებელი ეკლესიის საიდუმლოებრივი რიტუალები, 7 საიდუმლოც, ხო, გასაგებია ის საიდუმლო, რომელშიც ხვალ ჩვენ წირვით უნდა მივიღოთ მონაწილეობა ევქარისტიის საიდუმლოში. ეს აცოცხლებს, სიცოცხლის წყარო და ძალა გარდა მოედინება ამ საიდუმლოთა ჩვენში და შემოდის ჩვენში ქრისტეს სისხლი და ხორცი, რომელიც გასწვენს ჩვენს სულს, სამშობლოსა და სხეულს და გვაძლევს სულიერსა და ხორციელ ჯანმრთელობას, სულიერსა და ხორციელ სიმდიდრეს გვაძლევს ჩვენ. და უკეთეს ღვთის ყოველთვის ის ნეგატივი და ის ბოროტი რაც ჩვენში არის მარცხდება და ყოველთვის სიკეთე იმარჯვებს, როცა ჩვენ მეზიარებით. მივიღოთ ზიარება ღვთის საიდუმლო ცულის სასწაულებლად, ზეციდან ჩამოსულ ხელს საფასხოდ გაუშვით ხელი. ღვთაებრივ წყაროს ჩვენი არსებობისა გაუხსნათ ჩვენი სული და გული. გამოვამჟღავნოთ მეტი კეთილინება, მეტი შეხვედრი სიყვარული პროლიტში ზეცისადმი, ღვთისადმი, მოყვასისადმი და ჩვენი საკუთარი თავისადმიც. თვითშემეცნების ფონზე ქრისტეში. და აუცილებლად ქრისტე არს იყო და არს და იქნება ჩვენს შორის. ქრისტე არს ჩვენს შორის. ამენ.